ყოველ წელს, როცა ყველაზე ფერადი თვე, დეკემბერი დგება მსოფლიოს ყველა ქალაქში, ერთსა და იმავე ამბავს ხვებიან. ამბავს, რომელიც ჯერ ხმაურის გარეშე იწყება, პატარა მაგიდასთან მჯდომი ბავშვით და სუფთა ფურცლით. გამარჯობა სანტა, როგორ ხარ? დღეს ახალი წელია, ხომ გახსოვს? გწერ ვიცი რომ მოვა ეს წერილები შენამდე. თუ მოახერხე, პატარა საჩუქარი მინდა. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა ბევრი თოვლი და ბევრი სიცილი. მე მჯეროდა რომ სანტა მოვიდოდა, მიყვარხარ თოვლის ბაბუა. სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხელწერით, თავისებური ხმებით, მაგრამ ყოველთვის ერთი და იმავე გულწრფელობით და რწმენით, რომ ახალი წელი აუცილებლად მოიტანს სასწაულს და რომ სურვილები არ დაიკარგება. მაქა და შოკოლადი, ძაღლი მინდა, თოვლი მინდა დიდი თოვლი. ვიდრე წერილები მთელ მსოფლიოში თავის გზას მოძებნის, ახალი წელი 12 საათს აჩვენებს და ახალი წამის ათვლაც დაიწყება. ჩვენ იქ ვართ, სადაც ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხე დგას და სადაც საახალწლო სოფელს 24 საათის განმავლობაში ათასობით ადამიანი სტუმრობს. ძალიან მიყვარს ახალი წელი, არ ვიცი, ახალი წელი ბავშვით მიხარია ხოლმე. საშობაო განწყობა სულ თემა არის. ახალი წელი რა თქმა უნდა, ახალი მოლოდინები და ახალი სიხარულები. გილოცავთ. მადლობა. გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერ, ყველაზე საყვარელ და ჯანმრთელობის სავსე წელს. გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, გახარება, ხვავი, ბარაკა, ღვთისმწყალობა არ მოკლებოდეთ, მშვიდობა ყოფილიყო საქართველოში და ერთმანეთი გვიყვარდეს. თუკი არსებობს ადგილი, სადაც ახალი წელი ნამდვილ ზღაპარს გავს, ეს საშობაო სოფელია, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ყველაზე ლამაზი და გაბრანჭული ნაძვის ხით. სანტას ყველაზე თბილი სახლით, ბრჭყვიალა განათებებით, ყინულის მოედნით, საბავშვო მატარებლით, სცენებით და მთელს მოედანზე ამოფრქვეული ციტრუსოვანი, გლინტვეინის სურნელით. ახალი წელი, როგორც მე მგონი ყველა ოჯახში არ არსებობს. გოზინაყი, საცივის და შემწვარი გოჭის გარეშე, ჩვენ ახლა მაგზეთ რაღაცეებს ვერ შემოგთავაზებთ აქ ამ ჯიხურში, მაგრამ შემოგთავაზებთ რაჭულ გემრიელობებს. გილოცავთ ხალხნო ახალ წელს მრავალს და ესწარით ჯანმრთელად და ბედნიერად. გლინტვეინის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ასევე გვაქვს უგემრიელესი ცხელი შოკოლადი. ჩვენთან შეძლებენ უგემრიელესი გერმანული ბრატვუსტების და ქარივუსტების დაგემოვნებას ჩვენი სტუმრები. გელოდებით მოგლეთ რესპუბლიკის მოედანზე. როცა საქმე წლის ყველაზე დიდ სადღესასწაულო მოვლენას ეხება, საშობაო სოფელი ის უმთავრესი ადგილია, სადაც მოგზაურობა თავს ფილმის გმირად გაგრძნობინებთ. აქ ყველას თავისი საყვარელი გასართობი ელოდება, ყველა ასაკს თავისი ახალი წელი აქვს. დამატებით განწყობის შესაქმნელად საშობაო კონცერტებს დაუდარაჯდით, სადაც საახალწლო ჰიტების მოსმენა ბევრჯერ შეგახსენებთ, თუ რატომ გვიყვარს ეს დღეები ასე ძალიან. ახალგაზრდებისთვის ყველაფერი. მშვიდობა ექნება რაც დავარია მომავალ წელს. გილოცავთ ყველაფერი თბილს გისურვებთ საახალწლოდ. მინდა ბედნიერი 2026 წელი გისურვა და ყველა ბედნიერად იყო. ძალიან აყვავების წელი უნდა გქონდეს ყველას. მეც მათ შორის. ახალი წელი გამორჩეულია ყველაზე. დღესასწაულების დედოფალი ახალი წელი ჩემთვის. ყინულზე სრიალი უყვარს ან სრიალის სიხარულის გამოცდილებას პირველად იზიარებს, გრძელ რიგში დგომასაც არ გაურბის. ყინულის მოედანზე სიცილი და მხიარულება კი წამითაც არ წყდება, ამიტომ ამ კადრებსაც ადვილად ვაგროვებთ.
ბნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა ახალი წელი გემრიელი არომატების გარეშე. საცივი და ღომი არ იქნება? ვცდილობთ, აი ჩავხარშავ ისა. ჯერჯერობით ტკბილეულით ვართ და ჰოთ-დოგი რა თქმა უნდა, შემოგთავაზებ კრეპები, ტკბილი კრეპები, ნუთელით, ბანანით, მარწყვით, ასევე ბელგიური ვაფლები, იგივე ხილით და ასე შემდეგ და პანკეიქები. გილოცავთ ყველას დაამდე ახალ წელს, გისურვებთ ხვავიან ბარაქიან წელს. მობრძანდით ყველას და დააგემოვნეთ. ძალიან გემრიელია. არაფერი ისე არ ამშვენებს ჩვენს პატარა ქვეყანას, როგორც ახალი წლის მოლოდინი. ყველა ქალაქში განათებული ნაძვის ხით, ფერადი ნათურებით, მბზინავი მინი სათამაშოებით და საახალწლო ილუმინაციებით მორთული ქუჩებით. მიუხედავად იმისა, რომ საშობაო სოფელი ოფიციალურად დაიხურება და ერთი წლით დაემშვიდობება ვიზიტორებს 7 იანვარს, 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ნაძვის ხე არაჩვეულებრივი და ულამაზესი ყველა აქ მოსულ ვიზიტორს დახვდება და ყინულის მოედანიც მასთან ერთად. საოცარი ვანილი სურნელი ტრიალებს აქ ეხლაც ამ წუთებშიც საოცარი გარემოა ხედავთ თქვენს და ყველას გთხოვთ, რომ არ მოაკლოთ ეს სიამოვნება თქვენ პატარებს, მობრძანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის ეს ლამაზი დღეები. სულ რამდენიმე საათში ყველას ერთი სურვილი გაგვაერთიანებს. ერთად დავითვლით 10-დან უკან და ერთად ჩავუთქვამთ მშვიდობა, სიხარული და ბედნიერი ახალი წელი. სადღაც ერთ პატარა წერილში ყოველთვის რჩება ადგილი სასწაულისთვის და რწმენა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ყველას აუცილებლად აუსრულდება. ბედნიერი ახალი 2026 წელი. კარგად. მე მგონი დავწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ დედაქალაქში მართლაც საოცარი განწყობა არა. ძალიან ლამაზია და მე მიყვარს ძალიან ასე განათებული და მორთული ვარი ჩვენი დედაქალაქი. მე დაწმუნება არ მინდოდა ჩემონუცა, იმიტომ რომ მე ვიყავი ხავარნაძვის ხესთან და წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა იქაურმა გასაგებია, რომ ხავარნაძვის ხესთან ყოველ დღე არის კონცერტები, სხვადასხვა ბენდები გამოდიან, ასრულებენ თავის კონცერტებს 2 იანვარს და 6 იანვარს კი უკვე გრანდიოზული, ასე ვთქვათ, გალა კონცერტები იქნება. კი ბატონო.